დავით ხიდაშელმა რიყის დოქები 20 მილიონი საინვესტიციო ვალდებულებით 10 მილიონ ლარად გაყიდა. Განსხვავების მთავარ მიზეზად ბიზნესმენი არასტაბილურ საინვესტიციო გარემოს ასახელებს. მისი თქმით, სწორედ ამ ფაქტორის გამო ვერ მოხერხდა დამატებითი ინვესტორის მოზიდვა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით ახალი მფლობელი 2025 წლის 25 აპრილს რეგისტრირებული კომპანიაა რიყედომის სახელად. კომპანიის წილის 100% შეპესე NGB ფლობს, რომელიც თავის მხრივ თორნიკე კოპალიანს ეკუთვნის, დირექტორი კი მიხეილ ტყეშელაშვილია. ტყეშელაშვილი თავად ფლობს და თავადაა დირექტორი შეპესე ბუფალოში, ასევე დირექტორია ისეთ კომპანიებში, როგორიცაა შეპესე ფონიჭალავუცი, შეპესე ზაჰესილენცი, ორთაჭალავილი, პორტრეტ თბილისი, შეპესე და ვიჟენ გრუპი და შეპესე მაკრო პროფერტი. ცნობისთვის ეგრეთ წოდებული რიყის დოქები 10 მილიონ ლარად შეიძინა ხიდაშელს რიყის დოქებში 20 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვადა 12 მაისს ეწურებოდა. კერძოდ მესაკუთრეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და ტერიტორიაზე ღვინის ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები უნდა მოეწყო. აღსანიშნავია, რომ 12 მილიონი ლარის ინვესტიციის შეუსრულებლობის გამო სახელმწიფომ დავით ხიდაშელს უკვე ჩამოართვა კურორტი ახტალა. ხიდაშელმა ახტალა 2018 წლის ივნისში საჯარო აუქციონის შედეგად 3,76 მილიონ ლარად შეიძინა. აუქციონის პირობების მიხედვით მას ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი უნდა აეშენებინა და პროექტში არანაკლებ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. მიმდინარე წლის 20 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს კომპანიას ასევე ჩამოერთვა კურორტი ლიბანი 499,500 ლარის პირგასამტეხლო კი დაეკისრა. კურორტი ლიბანი დავით ხიდაშელმა 2021 წლის მარტში შეიძინა და მასში 8 მილიონი ლარის ინვესტიციით 70 ნომრიანი სასტუმრო უნდა მოეწყო, თუმცა საინვესტიციო პირობები არც ამ შემთხვევაში შესრულებულა. კომპანია დადიანი ინვესტმა, რომელიც არქი ჯგუფის დამფუძნებელ ილია წულაიას ეკუთვნის, თბილისში 217,288 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება შეიძინა. აქტივი ცოტნე დადიანის გამზირის მიმდებარედ ყოფილი ვაგონ-შემკეთებელი ქარხნის ტერიტორიას მოიცავს. გასყიდობის ხელშეკრულება 2025 წლის 16 აპრილს გაფორმდა. ტერიტორია დეპუტატ ნინო წილოსანის ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ კომპანიებს Wilson Gardens, SHPS US Trading კომპანიას და სააქციო საზოგადოება Prop Groups ეკუთვნოდა. ადგილზე 250 მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას სწორედ Wilson Gardeni გეგმავდა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოშიც ადგილს Liberty ბანკის აქციონერი ირაკლი რუხაძეც იკავებდა. თუმცა როგორც ირკვევა, ილია წულაიას დადიანი ინვესტმა ქონება საქართველოს ბანკისგან გამოისყიდა. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდშიც, როცა ტერიტორია წილოსანების ოჯახის კომპანიებს ეკუთვნოდა, აქტივები საქართველოს ბანკის იპოთეკით იყო დატვირთული, შემდეგ კი ბანკის მოთხოვნით მას ყადაღაცება, რის შედეგადაც ის ბანკის საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ბოლო განახლების მიხედვით ის ილია წულაიას დადიანი ინვესტმა შეიძინა. აღნიშნული ტერიტორიის ურბანული განვითარების შესახებ თბილისის საკრებულომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში მიიღო. აღნიშნულ პერიოდში პროექტი Wilson Gardens ეკუთვნოდა და ის ადგილზე 51 ნაგებობის მშენებლობას გეგმავდა, რომელთა საერთო ფართობიც 455,904 კვადრატული მეტრი უნდა ყოფილიყო. დეველოპერული კომპანია არქი ყოფილი ვაგონ-შემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე 250 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, როგორც BMG-ს არქის დამფუძნებელმა ილია წულაიამ განუცხადა, ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება, რომელიც საცხოვრებელ ბინებს, კომერციულ და საოფისე სივრცეებს, ასევე კაფე, რესტორნებსა და მუზეუმს გაერთიანებს. 21 ჰექტარი ტერიტორია დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით განაშენიანდება, სამშენებლო ფართი კი დაახლოებით 420,000 კვადრატული მეტრია, სადაც ჯამურად 250 მილიონის ინვესტიციაში ჩავდებთ, განაცხადა ბიზნესმენმა. ყოფილი ვაგონ-შემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის განვითარების გეგმა კი ასეთი იყო: ახლად აშენებული შენობების 75% საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, 25 კომერციული. ახალი შენობებიდან ყველაზე მაღალსართულიანი ნაგებობა 33 სართულიანი და 117 მეტრის სიმაღლის უნდა იყოს. საშუალო სართულიანობა ახალ კვარტალში აშენებულ შენობებს 15-20 სართული ექნება, ასევე საპროექტო სივრცეში არსებული შენობების ჩათვლით ახალი კვარტალი სულ 51
13 შენობას გაერთიანებს. ჯამური საცხოვრებელი ფართობი 455,000 კვადრატულ მეტრს ცდება. 217,288 კვადრატულ მეტრ საპროექტო ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცისთვის 21,000 კვადრატული მეტრია გამოყოფილი და გეგმილია 3,653 მანქანისთვის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომის მოწყობა. ცენტრალური გზები იქნება 7 მეტრიანი და გზის ორივე მხარეს მოეწყობა 2,5 მეტრიანი ტროტუარები. გათვალისწინებულია ასევე ველო ბილიკებიც. როგორც წულაიამ განმარტა, საპროექტო სამუშაოები ზაფხულში დასრულდება, ხოლო სექტემბრიდან უკვე მშენებლობას დაიწყებენ. რაც შეეხება ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის შესყიდვის დეტალებს, ბიზნესმენმა კონკრეტული თანხის დასახელებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ტერიტორიის დიდი ნაწილი საქართველოს ბანკისგან გამოისყიდა. თბილისში გურამიშვილის გამზირზე მდებარე ყოფილი ელმაონშენებელი ქარხნის 255,827 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება გაიყიდა. ქარხანა 2023 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის იანვრამდე კომპანია ელექტრომობილის მობილსითის საკუთრებაში იყო, ხოლო 2025 წლის იანვრიდან ქარხნის მესაკუთრე შპს ჯორჯიან რეილვეის სერვის ჯგუფი გახდა. ბიზნეს რეესტრის თანახმად აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილს საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქე სოლომონ ჩხაიძე ფლობს. კომპანია 2023 წელს არის დაფუძნებული და მისი დირექტორის პოსტს ზურაბ ნოზაძე იკავებს. ნოზაძე ასევე არის 2025 წელს დაფუძნებული Grand Building Hub-ის დირექტორი და მესაკუთრე. ელმაონშენებელი ქარხნის მფლობელი 2023 წლის მარტიდან ოქტომბრამდე საქართველოს ბანკი იყო, რომელმაც ქარხანა 19,5 მილიონ ლარად საჯარო აუქციონზე შეიძინა. კომპანიის აქტივები აუქციონზე ვადაგადაცილებული ვალების მომსახურების მიზნით გამოვიდა. კომპანიას მათ შორის თავად საქართველოს ბანკის მიმართაც გააჩნდა 15 მილიონი ლარის დავალიანება, ასევე 20 მილიონი ლარის ვალები სხვა კრედიტორების მიმართ. იქამდე ელმაონშენებელის 97%-იანი წილის ოფშორში რეგისტრირებული რუსული კომპანია ლოკო ტრანს ეკუთვნოდა. კომპანიის 12%-იან წილს კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობდა. თბილისის ელმაონშენებელი ქარხანა 1957 წელს დაფუძნდა. კომპანია საბჭოთა პერიოდში ელმავლების წარმოებით იყო დაკავებული. პრივატიზაციის შემდეგ კომპანიისთვის ყველაზე წარმატებული 2013 წელი იყო, როდესაც შემოსავლები 40 მილიონ დოლარს აღემატებოდა. თუმცა უკვე 2017 წლიდან მისი შემოსავალი ჯერ 1,3 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ხოლო 2009 წლის შემდეგ 1 მილიონ დოლარს ჩამოსდა. ქართული ოცნების მთავრობამ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. გამოქვეყნებულ დადგენილებაში განსაზღვრულია ყველა ტიპის სამუშაო მოწყობილობებთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები. დადგენილება გარდა რეგლამენტის მეორე თავისა, რომელიც სპეციფიკურ სამუშაო მოწყობილობებს შეეხება, 2025 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, ხოლო მეორე თავი 2026 წლის 1 იანვრიდან. ამასთან დამსაქმებელი უფლებამოსილია სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე მისი დაწესებულებების რისკის დონის გათვალისწინებით შეიმუშაოს ამ რეგლამენტზე უფრო მაღალი სტანდარტი დაცვის გაუმჯობესების მიზნით. სამუშაო მოწყობილობებში მოიაზრება სამუშაო სივრცესა და ადგილზე გამოყენებული ნებისმიერი მანქანადანადგარი, აპარატურა, ხელსაწყო ან მოწყობილობა, ხოლო სპეციფიკურ სამუშაო მოწყობილობებში ერთიანდება მოძრავი მოწყობილობა, ჩანგლიანი დამტვირთველი, თვითმავალი და ტვირთამწე მოწყობილობა, ასევე ტვირთამწე სტაციონალური ადამიანთა აწევისა და გადაადგილებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, თავისუფლად მოძრავი ტვირთის ასაწევი და სიმაღლეზე სამუშაოების განხორციელებისთვის საჭირო მოწყობილობები. გალტენტაგარტის ინფორმაციით მარტში თბილისში ჯამში 3078 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად თითქმის 3%-იანი ზრდა, თუმცა 10%-ით ნაკლებია 2023 წლის მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის მარტში თბილისში კვადრატული მეტრის საცხოვრებლის ფასი 1330 დოლარი იყო, ფასი წლიურად თითქმის 5%-ით არის გაზრდილი. გალტენტაგარტის მიმოხილვაში წერია, რომ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შენელებული რჩება, რაც მყიდველების სიფრთხილეს ასახავს. მიწოდების მხარეს 2025 წლის პირველ კვარტალში შენელდა გაცემული ნებართვების მოცულობაც. პირველად ბაზარზე ფასები კვლავ მზარდია, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ზრდის ტემპი 2024 წელთან შედარებით შენელებულია. გალტენტაგარტის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციების რეალურ დროში ასახავს, შედეგებიც მეორადი ბაზრის
მსგავსად შენელებას აჩვენებს. ჯამში 2025 წლის პირველ კვარტალში თბილისში სულ 9286 ბინა გაიყიდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც 671 მილიონი დოლარი შეადგინა. გაცემული ნებართვების მოცულობა 2025 წლის იანვარში დაფიქსირებული კლების შემდეგ აღდგა და თებერვალ-მარტში გაიზარდა. მარტში გაიცა 17 მშენებლობის ნებართვა საცხოვრებელ პროექტებზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 160.975 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 7.3%-იანი ზრდა არის. საერთო ჯამში გაცემული ნებართვების მოცულობა 2025 წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით 7%-ით შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა 2023 წლამდე დონესთან შედარებით. რაც შეეხება ქირას, მარტში საშუალო ზომის ბინის 50-დან 60 კვადრატულამდე ქირის ფასი კვადრატულ მეტრზე 9.5 დოლარი იყო. სოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი 4.4 მილიარდი ადამიანი ქალაქებში ცხოვრობს. გაეროს პროგნოზით ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და 2050 წლისთვის ყოველი 10 ადამიანიდან 7 ქალაქში იცხოვრებს. საცხოვრებლად ახალი ქალაქების არჩევის დროს ადამიანები რამდენიმე სხვა ფაქტორთან ერთად უსაფრთხოებასაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. უსაფრთხო ქალაქების შერჩევას ნამბეოს უსაფრთხოების ინდექსი ამარტივებს. პლატფორმა მსოფლიოს 424 ქვეყანას შესაბამისი შეფასების რამდენიმე კრიტერიუმით ანიჭებს. ესენია კრიმინალის დონე, მარტო გადაადგილების უსაფრთხოება, ძარცვისა და ქურდობის შემთხვევები, ფიზიკური თავდასხმების სიხშირე, დისკრიმინაციის შემთხვევები, ნარკოტიკის მოხმარების დონე და სხვა. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ქალაქებს 0-დან 100-მდე ქულა ენიჭებათ. ზედიზედ უკვე მერვე წელია მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქად აბუ-დაბი რჩება. არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში ადამიანთა დიდი ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ამიტომაც კრიმინალის დონე დაბალია. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უცხოელებს დეპორტი ემუქრებათ, რაც ქალაქის უსაფრთხოებას ზრდის. რიგით მეორე ყველაზე უსაფრთხო ქალაქი ასევე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებშია. მოგზაურობის შეფასებით აჯმანში ღამით გადაადგილება უსაფრთხოა, ავტომობილების მოპარვის, თავდასხმისა და ძალადობის შემთხვევები კი მცირე. ქალაქი, რომელშიც მუდმივი მაცხოვრებლების რაოდენობა მცირეა და უსაფრთხოების ინდექსით მაღალი ქულით არის შეფასებული არის დოჰა. ნამბეოს შეფასებით კატარის დედაქალაქში მოსახლეობის დიდი ნაწილი ასევე უცხო ქვეყნიდან მოდის, ამიტომ ტურისტებისათვის ეს მიმართულება უსაფრთხოა. თავად ქალაქი ცდილობს არ ჩამორჩეს არაბეთის ყურის ქვეყნებს, სხვა მიმართულებებს და თავის სერვისებს მუდმივად აუმჯობესებს. დუბაი მსოფლიოში გამორჩეული ქალაქია, რომელიც ახალ მობინადრეებს კარიერული წინსვლისა და ცხოვრების მაღალი ხარისხის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამასთან ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მიმართულებაა და უკვე 10 წლეულია ამ სტატუსს ინარჩუნებს. უსაფრთხოსა და ხელმისაწვდომის შერწყმა საამიროების მორიგ ქალაქში შარჯაში დაგვხვდებათ. ქალაქი იდეალურია როგორც მარტო, ისე ოჯახური ცხოვრებისთვის, რასაც პოლიციის ოფიცერთა მაღალი წარმომადგენლობა და სამეთვალყურეო კამერების სიხშირე განაპირობებს. 190,000 ადამიანით დასახლებული რას-ალ-ხაიმა არაბთა საამიროების რიგით მე-6 ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, რომელიც როგორც საცხოვრებლად, ასევე ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მიმართულებაა. მოგზაურთა შეფასებით აზიურ ქალაქებში უსაფრთხოებითა და მეგობრული ხალხით ტაივანის დედაქალაქი ტაიბეიც გამოირჩევა. ქალაქში დაბალია კრიმინალის დონე, გამართულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც ქვეყნის ფინანსურ, სამთავრობო და კულტურული ცენტრის საცხოვრებლად ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად აქცევს. პოლიტიკური სტაბილურობითა და კრიმინალის დაბალი დონით შუა აღმოსავლეთის რეგიონში ომანი და მისი დედაქალაქი მასკატი გამოირჩევიან ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, სტუმარ მასპინძლობა და პატივისცემა, რაც მასკატის გარემოს გამორჩეულად მეგობრულს და უსაფრთხოს ხდის. რეიტინგში პირველი ევროპული ქალაქი ჰააგაა, სადაც კრიმინალის დონე სხვა ქალაქებთან შედარებით დაბალია. გარდა იმისა, რომ ქალაქი პატარაა, რაც ახლო ურთიერთობებსა და საზოგადოებრივობას ზრდის, ჰააგას უსაფრთხოებას ისიც უზრუნველყოფს, რომ მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია სწორედ აქ არის ბაზირებული. ათეულს კიდევ ერთი ჰოლანდიური ქალაქი ამჯერად ეინდჰოვენი ხურავს, სადაც ინდექსით შეფასებული სახიფათო კრიტერიუმების უმრავლესობა დაბალ ან ძალიან დაბალ შეფასებას იმსახურებს. მოგზაურთა შეფასებით უსაფრთხოა ქალაქში ღამით მარტო გადაადგილებაც. რაც შეეხება საქართველოს ნამბეოს შეფასებაში, თბილისი უსაფრთხოებით 47 ადგილზე იმყოფება. დედაქალაქის უსაფრთხოების ინდექსი 74 ქულით არის შეფასებული, კრიმინალის ინდექსი კი 25 ქულით. ამასთან სახიფათო ფაქტორების უმრავლესობა აქ დაბალი ან მწვავე შედეგებით გამოირჩევა. გამონაკლისია მხოლოდ ბოლო 5 წელიწადში კრიმინალის ზრდის შეფასება, რომელიც 54 ქულას აღემატება.